ამერიკის შეერთებულ შტატებში კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს და კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. შეხვედრისას კოალიციის ლიდერებმა უილსონს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული 4 პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცეს და არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, შტატების მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ქართველი ხალხის გვერდით დგას და ქართულ ოცნებას მხარს არ უჭერს. კონგრესმენ უილსონთან ჩვენ ისევე როგორც სხვა კონგრესმენებთან ჩავიტანეთ 4 ოპოზიციური პარტიის შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ, რომელიც დავაგზავნეთ ჩვენ ევროპის ლიდერებთან, ისევე როგორც ამერიკაში, გადავეცეთ კონგრესმენებს და აუხსენით და ვაჩვენეთ ის გადასადგმელი ნაბიჯები, რომელიც 4 ოპოზიციურმა კოალიციამ ერთად შევადგინეთ. ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის მტკიცე მხარდაჭერა პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ, მტკიცე მხარდაჭერა, რომ საქართველოში საჭიროა ამ კრიზისის განსამუხტავად ახალი სამართლიანი გამჭვირვალე არჩევნები და რაც ყველაზე მთავარია პოლიტპატიმრების გამოშვება.